მოგესალმებით, სტუდიარეკ თავაზობთ მორიგ დისკუსიას, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ კობერმის პროექტის ფარგლებში. კობერმი არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დობის აღდგენის კონტექსტში, სწორედაც კონფლიქტის მოსაზღვრე სოფლებში შექმნილ პრობლემებზე და კონფლიქტის ხაზის მოსაზღვრე სოფლებში შექმნილ პრობლემებზე და იმაზე თუ როგორ შეიძლება აღდგეს ნდობა იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და ხშირად სხვადასხვა სირთულეები ხელოვნურად იქნება ხოლმე მავთულხლართების ან ისეთი გამშვები პუნქტების სახით, როგორიც ენგურის ხიდზია. სწორედ ამ თემაზე გვინდა ვისაუბროთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებთან, რომელთაც წარმოგიდგენთ სიამოვნებით ელიკო ბენდელიანი, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონული ქსელის კოორდინატორი, იულია ხარაშვილი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობის თავმჯდომარე, მანანა მებუკე, ომის ინვალიდთა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეების კავშირის ხელმძღვანელი და ნინო მინდიაშვილი, ორგანიზაცია იმედის სხივის თანათავმჯდომარე. დიდი მადლობა, რომ ხართ ახლა ჩვენს გადაცემაში და ვიდრე დავიწყებთ საუბარს, მინდა რომ შემოგთავაზოთ თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა კოლეგამ ნინო გელაშვილმა გადაიღო დვანში. ყველას კარგად მოგვიხსენებათ, რომ ამ სოფელში, ისევე როგორც კიდევ რამდენიმე მოსაზღვრე სოფელში, მავთულხლართების პრობლემა ძალიან მტკივნეულად აღიქვა ადგილობრივმა მოსახლეობამ და მთელი საქართველოს მოქალაქეებმა. ლეილა ჯანუაშვილი დვანში 6 შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ყველა მათგანი უმუშევარია და ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო ხილის მოსავალია. პირველად ბაღი მათ 2008 წელს ომის შედეგად დაკარგეს, ხოლო დარჩენილი მიწის ნაკვეთი სულ ახლახან. 1505 ვაშლს ვკრეფავდით ხოლმე, ისეთი ბაღი მქონდა, ედემის ბაღს ეძახდნენ, მაგრამ ომის მერე მე იმ ბაღში აღარ შეუშვი რუსებს. როტაციაში თვითონ ჩემ ბაღში ქონდათ ხოლმე. გვიშლიდნენ ავტომატებს გვიშვერდნენ, მე და ჩემი მეუღლეს არ შემოხვიდეთ, მოსავალი მე საერთოდ აღარაფერი. აი აქ არის 900 დია სულ სახლიანად, რაც დამრჩა ნაკვეთი. ერთი მქონდა სახნავი, სადაც ხორბალს ვთესავდით ხოლმე და ისიც ახლა შემოღობეს. და დავრჩი რო იტყვიან ღმერთის ამარა. ერთადერთი რაც ლელა ჯანუაშვილის ოჯახს დარჩა სახლის ეზოა, თუმცა ჭდილის გამო ბოსტნეულის აქ მოყვანა შეუძლებელია. ყველაფერი მინდა რომ მქონდეს, მაგრამ ვწვალობ ჭდილში არაფერი არ მოდის. კომპოსტო დავრგე, ეგრევია, ციცაკა დავრგეთ, ვერ მოვიყვანეთ. ოკუპაციის ხაზის გადმოწევის შესახებ გაფრთხილება მოსახლეობამ დაახლოებით 2 თვის წინ მიიღო. სექტემბერში სოფელში რუსეთისა და დე-ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და მავთულხლართების გაფმა განაახლეს. ოკუპაციის ხაზის გადმოწევის შემთხვევაში მის მიღმა 3 სახლი აღმოჩნდება. ერთ-ერთი მათგანი აკაკი კორაშვილს ეკუთვნის. აი ეს სამოჯახმა ვთქვით, სადმე რო დავდგანთ ამ ბინებს იმას არ რკინავდა, რკინა გამოაცალეთ. აგერა ხო ხედავთ, აი ვენახები გვაქვს აქა 1-2 გექტარი მაინცა გვაქვს. ვენახები და ეს ისინი დავჭერით კაკლები, ყველაფერი, ვაშლები, რაც იყო ქვეითა და წამოით მე თავრობა მოგცა ტრაქტორი და ეს დაანგრია ტრაქტორმა. აგერ ესენი ოსები და რუსები ერთად რო არიან. გვეუბნება ჩვენსკენ გადმოდიო, ხელს არ გახლებთო ამ სამოჯახსა. ხელს არ გახლებთ, ჩვენი პასპორტი აიღეთო. მე საქართველოში ვცხოვრობ, როგორ შეიძლება თავი დავანებო საქართველოს. სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. სამი ოჯახი ძალიან დაზარალდა, მაგრამ ჩვენც დაზარალებული ვართ და ვთხოვთ მთავრობას, რომ ომის დროს ჩვენც ძალიან დავზარალდით და მოგხედონ და მოგეხმარონ. ჩემი ვენახი მოექცა, ასე იგი, საზღვრის იქით დარჩა და ამჟამად ვერ შევდივართ, უკვე 5 წელია. პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა დროებითი სამთავრობო კომისია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ეს კომისიის წევრები ჩაყვანილი
ჩავედით კომისიის წევრები, წარმომადგენლები ჩავედით საოკუპაციო ხაზს მიმდებარე სოფლებში, მოსახლეობას შევხვდით, დაახლოებით 70-ზე მეტი სოფლის მოსახლეს შევხვდით. გავეცანით იქ არსებულ მდგომარეობას, ძირითადად სოციალური პრობლემატიკა არსებობს. ჩვენი კუთხით, რაც შეეხება უსაფრთხოებას, მადლობა ღმერთს, ამ კუთხით პრობლემები არ არსებობს. გეგმავთ ახლო მომავალში მოვინახოთ დარჩენილი სოფლები, ეს არის უკვე ახალგორის მიმართულებით. 1 მეტრი, იქი დარჩა 5 მეტრი. დღეისთვის მავთუხლართების მონტაჟი შეჩერებულია. ამჟამად მშვიდი მდგომარეობაა, მავთუხლართების მონტაჟი გაჩერებულია, შეგვიძლია თქვათ. რაც შეეხება არსებული ვითარებას, სტაბილური ვითარებაა, მშვიდი მდგომარეობა. სოფელ დვანში ოკუპაციის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. დიდი მადლობა. ალბათ მანნა, აი ეს თემა თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ აი ასე მოხდებოდა, ხო, მავთუხლართები შემოვიდოდა დღის წესრიგში. თუ ეს მართლა მოულოდნელი იყო? არა, მოულოდნელი ნამდვილად არაფერი არ იყო. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო შეკითხვა. ეს იყო ის შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ 2008 წლის შემდეგ. ეხლა მავთუხლართების გავლება დღეს არ დაწყებულა და არც გუშინ. ჩვენ ძალიან ბევრი გვაინტერესებდა, რატო დაიწყო და რა ტერიტორიების შემოფარგლაზე იყო საუბარი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ჩვენ თაობას მაინც რომ საუბარი იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, ხა. როგორც ვიცი, ახლა შეიძლება ეს ეხმამაღლად არ უნდა განცხადდეს, მაგრამ მავთუხლართების შემოვლება დაახლოებით ხდება იმ ტერიტორიების ფარგლებში. ჩვენ და სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოხდა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც მოხდა რამდენიმე სახელმწიფოს მიერ აღიარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის. თუ იყო რაიმე მექანიზმი, რომ აი ცოტა უფრო ადრე დაგვეწყო ფიქრი იმაზე, რომ მავთუხლართებამდე არ მისულიყო საქმე, თუმცა ომის შედეგები ვიცოდით როგორი იყო. მოგესალმებით, დიდი მადლობა კითხვისთვისაც. ჩემი აზრით, ალბათ არ არსებობდა არანაირი მექანიზმი იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც რუსეთს ჩაფიქრებული ქონდა ამ მართულხართების გადმოწევა, ანუ ქალბატონმა მანანამ კარგად თქვა, რომ ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინ წილ. 2009 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს ეს მართულხართების გადმოწევა. მაგალითად, ნიქოში მართულხართები ნახევარზეა და ნახევარი არ არის მართულხართებით ოკუპირებული, მაგრამ მაინც საშიშროებას წარმოადგენს იმ ტერიტორიებზე საკუთარი მიწის ნაკვეთებში შესვლა და დამუშავება. ამიტომ ეს უბრალოდ ფაქტი, რომ მართულხართია გაბმული და იმის იქით არ შეიძლება, ან აქეთ არ შეიძლება ფორმა, მხოლოდ და მხოლოდ ფორმა, ერთ-ერთი ფორმაა, მინდა გითხრათ. ანუ არანაირი რესურსი არ არსებობს, რომ აი ამ მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ეფიქრათ იმაზე, რომ ეს პრობლემას მხოლოდ არ შეუქმნიდა ქართულ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს გადმოგვიყვება. მოგესალმებით. ჩვენი გამოცდილებიდან იცით, აი ამ სოფლებში სულ თავიდან, რაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 2009 წლიდან, მაგაზე საუბარი მიმდინარეობდა. რა შეგვიძლიათ გავაკეთოთ თემის დონეზე, რა შეიძლება გავაკეთოთ თვითონ მოსახლეობა. ალბათ პრობლემა ამაში არის, რომ მოსახლეობაც არ არის ჩართული მთლიანად დიალოგში, არის გარკვეული შეხვედრები, მაღალ დონეზე არის არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები, მაგრამ ძალიან შეზღუდული რამოდენიმე ადამიანისთვის. და თვითონ თემები, რომელიც აი ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ ორივე მხრიდან და რომელიც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულები მშვიდობის დამყარებაში. აი ისინი არ არიან ჩართული მთლიანად ამ დიალოგში. ეს ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ საერთაშორისო და საერთაშორისო საზოგადოება ბოლომდე ვერ გამოიყენა ეს მექანიზმი, რომელიც ექსპუნქტიან ხელშეკრულებაში დევს. საუბარი არის ну, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ 2000 აი ამ შეთანხმების მიხედვით ყველა სამხედრო ძალები უნდა დაბრუნდნენ იმ წერტილზე, იმ ხაზზე, რომელიც იყო 2008 წლის ომამდე.
აი, სწორედ იმას ვცდილობთ ახლა ჩვენ გადაცემაში და მთელი გადაცემის სოლობიშიც იქნება რაღაც კონკრეტული მექანიზმებით მოვიფიქროთ. რა მექანიზმები შეიძლება მოიფიქრონ თავად მოქალაქეებმა? აი, ელიკოსაც ვკითხავ. ავიღოთ მაგალითად იგივე აფხაზეთის მოსაზღვრე ტერიტორიები, სადაც არ არის არანაირი მავთუხლართები, ხო, ჯერჯერობით გამული, თუმცა იყო საუბარი, რომ კედლები უნდა შენებული იყო და ასე შემდგომ. არის ტრანშეები, ხო? მოგესალმებით. მეც დავით და ვიტყვი, რომ ეს არ დაწყებულა, რა თქმა უნდა, ეხლა ამ მავთუხლართებით მოხდა კიდევ ერთხელ რაღაც ფაქტის დაფიქსირება, რომ აქ გადის საზღვარი და ალბათ ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას თუნდაც უფრო ნათლად დავანახოთ, რომ ეს პრობლემა არსებობს და ეს ადამიანები ამ პრობლემის წინაშე დიდი ხანია უკვე დგანან. რაც შეეხება აფხაზეთთან მემართულებით, გაითანხმებით, რომ მავთუხლართები არ არის, თუმცა იქაც ძალიან ბევრი პრობლემები არის. გადმოვიდნენ და როგორც კონდეთ კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ აი ამ დათქმული საზღვრის მეორე მხარეს, მაგრამ ბუნებრივია. და რა არის ხელისშემშლელი? ხელისშემშლელი ფაქტორი არის ის, რომ მათ არ აქვთ დოკუმენტაცია წესრიგში იმისათვის, რომ ისინი გადმოვიდნენ და ამ გამშვები პუნქტების მეშვეობით მოახერხონ გადმოკვეთა. და მათ უწევთ ყველა შესაძლო გზის გამოყენება იმისთვის და ეს ნამდვილად ეს გზა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ არის მდინარე მოგეხსენებათ გადმოსალახავი, რაღაც დაუსახლებელი ადგილები და ხშირად ისინი ხდებიან იმ ფაქტის წინაშე, რომ მათ იჭერენ საზღვრის უკანონო გადმოლახვისთვის და გარკვეული ჯარიმის გადახდის შემდეგ განთავისუფლებენ. ანუ ეს პრობლემა აფხაზეთის მიმართულებით ალბათ კიდევ უფრო მწვავედ დგას, იმიტომ რომ ადამიანები უფრო ინტენსიურად კვეთავენ აი ამ ეგრეთ წოდებულ საზღვარს, ვიდრე თქვათ სამხატვრო მიმართულებით. ეს მავთუხლართების გავლენა მარტო ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის ეს პრობლემა და ადმინისტრაციული ხაზის გასწვრი მაცხოვრებელი სოფლების მოსახლეობისთვის. ეს არის პრობლემა ორივე საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, როგორც ქართველებისათვის, ისე ოსებისათვის. იმიტომ რომ ანალოგიური პრობლემების წინაშე ისინი დგანან. აი მაშინ იმაზეც რომ ვიფიქროთ, აი ამ საზოგადოებებს თვითონ, აი ამ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ საზოგადოებებს რა რესურსი შეიძლება ჰქონდეთ იმისათვის, რომ მან ზემოქმედება მოახდინონ თუნდაც იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც ცვლიან ახლა აი ამ პირობითად თქვა საზღვრებს და მავთუხლართებს ავლებენ. ხომ აქვთ მათ ამის პერკეტები, რომ ელემენტარულად აუხსნან, მათ რა უნდა გააკეთონ. თქვენი აზრით. ერთ-ერთი ბერკეტი ალბათ არის პირდაპირ აი ამ თემების დიალოგი, იმიტომ რომ ტელეფონით საუბრები არსებობს არამხოლოდ სატელეფონო საუბრები. ადამიანები არ კარგავენ კავშირს, იმიტომ რომ ნათესაური კავშირები, მეზობლური კავშირები არსებობს მაინც და ეს არის ის რესურსი, რომელიც ბოლომდე არ არის აღიარებული. 2009 წლიდან ქალები მაგალითად ნიქოში სთავაზობდნენ მობილური ბაზრის გახსნას, რომელიც შეეძლო გარკვეულად აი ეს დაძაბულობის დაწევას და ახალი კონტაქტების შემოღებას. ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ მოგეხსენებათ, რომ იქ ზოგიერთ ადგილას ეს გამყოფი ხაზი შეეხო სასაფლაოებსაც და ადამიანებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ საფლავზე მივიდეს თავისი ახლობლის. არის ოჯახები, რომელიც დღესაც ცხოვრობენ, ასე ვთქვათ, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ქართულ ტერიტორიაზე, მაგრამ არაკონტროლირებადი არ არის. აი ნიქოში 3 ასეთი ოჯახი არის, ხურვალეთშიც არის და სხვა სოფლებშიც. ეს ერთი მხრიდან ძალიან სახიფათო ზონა და მეორე მხრიდან ეს არის ის ზონა, საიდან შეიძლება რაღაც აღდგეს მოლაპარაკება და ადამიანთა შორის კონტაქტები. მე მგონი ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა. მინდა დავამატო ქალბატონ იულიას ნათქვამს, რომ ეს ოჯახები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს ეს სახლები, ისინი სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებშიც ვერ იღებენ არანაირ მონაწილეობას, იმიტომ გაზიფიცირება არ მიდის იქამდე, იმიტომ რომ უკონტროლო ტერიტორია და ვერ გააკეთებენ. მაგალითად, მიწის რეგისტრაცია ჭირდება თუ სახლის რეგისტრაცია ჭირდება იმისთვის, რომ დაუშვათ ოჯახი გაიყოს, ანუ ორი ძმანი არიან და გაყოფა უნდათ, ამასაც ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ რეესტრიდან არავინ არ მისდევს, იმიტომ რომ კონტროლო ტერიტორიაა. არსებობს იმის საფრთხე, რომ შესაძლებელია 2 მეტრიდან წაგიყვანოს ოსმა და გითხრას, რომ საზღვარ გადაკვეთე, მაგრამ შესაძლებელია 2 კილომეტრიდან არავინ წაგიყვანოს. ანუ საფრთხე ნიქოზისთვის განსაკუთრებულად არის ორივე მხრიდან. ასეთი პრობლემები აქვს ალბათ ოსებს, რომლებიც გადმოდიან აი ამ საზღვრის მეორე მხარეს.
როგორ გითხრათ, მე ფაქტი ნამდვილად არ მაქვს ცნობილი, რომელიც ნიქოზის გავლით ოსები გადმოსულიყვნენ. აი ეს უფრო არის, ანუ ოსები, რომლებიც არიან გათხოვილები ქართველებზე, ან ქართველები, რომლებიც გათხოვილები არიან ოსებზე, აი ესენი უფრო გადიან და გამოდიან. ახლა რეკლამა ჩვენს გადაცემაში და რეკლამის შემდგომ ჩვენ ისევ განვაგრძელებთ სტუმრებთან ერთად დისკუსიას ამ თემაზე. ახლა ცხინვალიდან გვერდება ჩვენი კოლეგა თამარ ტერაშვილი, თავისუფალი ჟურნალისტი, რომელთანაც გვინდა ვისაუბროთ ზუსტად იმ სოფლების მაცხოვრებელთა პრობლემებზე, რომლებიც აი ამ პირობითი საზღვრის მიდამოებში ცხოვრობენ, ოღონდ სამხრეთ ოსეთის მხარეს. Добрый день, Тамара. Могესალმებით, Тамара. მოგესალმებით. Нам интересно, насколько часто გვაინტერესებს რამდენად ხშირად გიწევთ ჩასვლა კონფლიქტურ ზონაში მყოფ საზღვრისპირა სოფლებში. конфликтной зоне. Я не очень часто их посещаю. ხშირად არ მიწევს ჩასვლა, მაგრამ თუ ჩავდივარ, ეს ხდება პირადი მიზეზების გამო. რადგანაც თავად ჩემი მშობლები წარმოშობით საზღვრისპირა ერთ-ერთი სოფლიდან არიან. იქ უმეტესად უშვებენ ჟურნალისტებს სამთავრობო მედიიდან და ეს 2-3 ჟურნალისტია, მაგრამ ოფიციალური მოწვევაც ასე ვთქვათ მუშაობს. თავისუფალი ჟურნალისტებისთვის ოფიციალური ვერსიით შესაძლებელია მათ მიიღონ საშვი, რის შემდეგ შეძლებენ გააშუქონ იქ არსებული მდგომარეობა. Вот журналисты из государственных средств. Აი სამხრეთ ოსეთის მედიაში მომუშავე ჟურნალისტები ხომ ჩადიან და ამზადებენ რეპორტაჟებს საზღვრისპირა სოფლებიდან. Да. Но они пишут об этом очень. დიახ, მაგრამ ისინი ამაზე ძალზე მშრალ მასალას ამზადებენ. ეს უბრალოდ მოკლე ამბებია, რომელიც შეკვეცილი სახით გადაიცემა მედიაში. სხვა თავისუფალი ჟურნალისტებისთვის არის შეუძლებელი იქ ჩასვლა? როგორც გითხარით, კანონით პრინციპში შესაძლებელია, პრინციპში, მაგრამ უნდა შეიტანონ განაცხადი. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასე არაა. განაცხადი სად? სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. ესე იგი ისინი გადასცემენ ცნობასა და საშს, რომ თქვენ შეგეძლოთ ჩასვლა ამ სოფლებში. Да, совсем недавно. დიახ, ახლახან სოციალურ ქსელში Facebook-ზე იყო ამაზე მიმოწერა, სადაც სახელმწიფო უშიშროების სპეცსამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს შესაძლებელია, თუ კი მათ მიმართავენ, ამასთანავე მათ შეუძლიათ თქვან, შეუძლია ამ ჟურნალისტს იქ წასვლა თუ არა. Такие пропуска выдаются только ასეთი საშვები გაიცემა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის თუ საზოგადოებრივად აქტიური პირებისთვის, თუ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომელთაც უნდათ უბრალოდ იქ ჩასვლა, ან თუნდაც ნათესავების მონახულება. Даже к родственникам. Это было сказано только. ეს იყო თქმული მხოლოდ იმათთვის, ვისაც სურს გააშუქოს იქ არსებული მდგომარეობა. მე ასე გავიგე. მიმოწერაში ჩართულნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ასე ვთქვათ ჟურნალისტური წრიდან, მაგრამ ისინიც გამოხატავდნენ იქ გამგზავრების სურვილს და თავად ნახონ რა ხდება ადგილზე. Поехать и посмотреть, что же там на месте происходит. Какие главные проблемы? თქვენი აზრით რა ძირითადი პრობლემებია ამ სოფლებში? რომელთა გაშუქებაც არ ღირს ან რომელთა გაშუქებაც წარმოქმნის რომელიმე სხვა პრობლემებს უსაფრთხოების მხრივ სამხრეთ ოსეთისთვის. რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივ მოსახლეობას? ეს ყოველდღიური ყოფითი პრობლემებია. საზღვრის დემარკაციის შემდგომ ამ სოფლების მაცხოვრებლების კერძო საკუთრების ნაწილი დარჩა საზღვრის აქეთა მხარეს, მეორე ნაწილი იქითა. ეს პრობლემა არსებობს სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რაიონში და სხვა რაიონებშიც. ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობისგან მსმენია. მაგალითად არსებობს ასეთი პრობლემა, როცა მათი სახლი საზღვრის აქეთა მხარეს აღმოჩნდა და ბაღჩის თუ ბაღის ნაწილი მავთულ ხლართების იქით ამხარეს. Информация, если у других თქვენ ფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ აქვთ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს, რომ ასეთივე პრობლემები აქვთ მავთულ ხლართების აქეთა მხრიდან მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებსაც. რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაცია არსებობს, რომც არ ყოფილიყო ლოგიკურად სავსებით მარტივად წარმოსადგენია, რომ ამგვარი დემარკაციის შედეგად დაზარალდნენ მაცხოვრებლები აქეთა და იქითა მხრიდან. მე არ ყოფ სიმართლე გითხრათ, არ ვამბობ მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებზე. მე მხედველობაში მყავს
უბრალო ხალხი, აქეთა და იქიდან მხრიდან ქართველებიც, ოსებიც, რომლებიც ცხოვრობენ ამ სოფლებში. А если какие-то гражданские инициативы არსებობს ცხინვალში ან სამხრეთ ოსეთის სხვა ადგილებში ისეთი სამოქალაქო ინიციატივები ან დისკუსიები იმაზე, რომ უნდა შეიცვალოს დემარკაციის ამგვარი ფორმულა. Дискуссии у нас очень много. ჩვენთან ბევრი დისკუსია ტარდება და არა მარტო ამ პრობლემებზე, სხვა ნებისმიერ პრობლემებზეც. ბოლო დროს ასეთი დისკუსია იყო მრგვალ მაგიდაზე, თუ არ ვცდები მედია ცენტრ ირში, რომელსაც ხელმძღვანელობს ირინა გაგლოევა, მაგრამ სამწუხაროდ ვფიქრობ, ეს დისკუსიებად რჩება, რადგან რეალურად პრობლემები სამწუხაროდ არ გვარდება. იმიტომაც შუქდება ცუდად ეს პრობლემა, რომ მისი მოგვარების გზები არ ჩანს დღეს და საჩივრებით მოსული ხალხის პრობლემები მოუგვარებელი რჩება. Как думаете вы, это როგორ ფიქრობთ? ბჭყალებში პრობლემების მოგვარება ხომ არა არის საუბრო პრობლემებზე? К сожалению, это у нас სამწუხაროდ ვფიქრობ, ჩვენთან ეს ომის შემდგომი პრობლემაა. პრობლემების მიჩქმალვა, თუ კი არ მოიძებნა მათი მოგვარების გზა. ჯობია არ ითქვას. ვფიქრობ, ეს ჩვენი ფსიქოლოგიური პრობლემაა და არა მარტო, უფრო შეუმდგარი ძალაუფლებისა აქ. მადლობა თამარა. თამარა, ეს იყო თამარ ტერაშვილი, თავისუფალი ჟურნალისტი, რომელიც ჩვენ ახლა გვესაუბრებოდა ცხინვალიდან. Спасибо. ჩვენ ახლა მოვისმინეთ საუბარი თამარ ტერაშვილთან, რომელიც არის თავისუფალი ჟურნალისტი ცხინვალში და ისაუბრებს ზუსტად იგივე პრობლემაზე, რასაც თქვენ ახლა ასახელებთ. თუ ჩვენ აი ასე დავსვამთ საკითხს. სულ ერთია ეს შეეხება სამხრეთ ოსეთს თუ აფხაზეთს. ამ მოქალაქეებმა, ამ სამოქალაქო ჯგუფებმა როგორ შეიძლება რომ დაიწყონ მოქმედება, რომ ნელ-ნელა გამარტივდეს აი ეს სასაზღვრო პირობითად რეჟიმი? ამ ადამიანებს იმდენად ბევრი პრობლემები დგას ამ ადამიანების წინაშე, რომ მათთვის ძალიან რთულია ალბათ რომ თავიდან უჭირთ დაიწყონ ჩაერთონ პროცესში და ალბათ აქ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების როლიც ძალიან დიდია და სახელმწიფოს როლი. პირველ რიგში მათი ინფორმირება, ალბათ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომელიც მათ არავინ არ ეკითხება და არის სოციალური საკითხი, ჰუმანიტარული საკითხი. ყველანაირი საკითხის მიბმა შეიძლება, იმიტომ რომ ამ გადაადგილებაზე დამოკიდებულია ამ ადამიანების სიცოცხლე, ყველაფერი პრინციპში, იმიტომ რომ ეკონომიურად, სოციალურად ისინი მიბმული არიან ამ საზოგადოებას და გადაადგილება მათთვის ეს არის უმთავრესი რაც შეიძლება რომ გაკეთდეს და პირველი მოთხოვნა რომ ვკითხოთ რა სისწურებდნენ არის ის რომ მათ შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თუმცა როგორ შეიძლება რომ თვითონ ჩაერთონ ამ ყველაფრის მოგვარებაში ეს ცოტა ეს კითხვა მათთვის ისეთია მე არაერთხელ დამისვია, თუმცა მათ ამაზე წარმოდგენა ესეთი მკაფიო არ აქვთ და თვლიან რომ ისინი ამ შემთხვევაში არიან გარკვეული ადამიანების გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. კარგად ახსნა ქალბატონმა იულიამ, ალბათ უნდა მოხდეს ამ ადამიანების ჩართვაც დიალოგში, თუნდაც საზღვრისპირას მცხოვრები ადამიანები, რომელთაც არ აქვთ დანარჩენ ოსეთთან ურთიერთობა, დანარჩენ აფხაზეთთან ურთიერთობა და ერთმანეთს რომ გაუზიარონ ის პრობლემები, რა პრობლემები აქვს. იმიტომ დანარჩენ საუბარი არაზე რომ დაუშვათ გალში მცხოვრებ ადამიანებს კონდეთ უფრო მეტი კომუნიკაცია დაუშვათ ოჩამჭირეში ან გუდაუთაში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ასევე დაუშვათ ასევე ქართულ მხარესთან ოსურ საზღვართან მცხოვრებ მოქალაქეებსაც ცხინვალში ან ჯავახში. აი პრობლემების ლობირება უკვე დაიწყოს არა მარტო კონკრეტულმა ჯგუფმა იმან ვისაც ეს უშუალოდ ძალიან ესაჭიროება, არამედ სხვებმაც დაუჭირონ მხარი. მათთვის ეს ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერაც იქნება ალბათ, რომ ეს საკითხები წამოიწიოს წინ და მნიშვნელობა დაანახოს ყველას ამ პრობლემის გადაწყვეტის. ამის რესურსები არის ხალხმა. მე ვიტყვი რომ არსებობს რესურსები, მაგრამ ესე რო ქვედა დონეზე იყოს მოსაგვარებელი, ეს საკმაოდ რთულია, ამის რამდენიმე მიმართულებით უნდა დაიწყოს მუშაობა. ერთი უნდა დაიწყოს პოლიტიკურ დონეზე, ამისთვის არსებობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი და ამ ფორმატზე უნდა იყოს ეს საკითხები დაყენებული. მეორე მოლაპარაკება არის IPR-ის შეხვედრები, რომელიც თვეში ერთხელ იმართება და ცხინვალის მიმართულებით ეს საკმაოდ აქტიურად მუშაობს.
ალბათ აუცილებელია ამ დონეზე. მე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ყველა ფენისა და ყველა წარმომადგენლების ექსპერტებიდან დაწყებული. ზემოქმედება ადგილობრივ მთავრობებზე. რა თქმა უნდა, ზემოქმედება ადგილობრივ მთავრობებზე არა. ხელისუფლებაზე და მიაწოდონ ის რეკომენდაციები და ის საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას და უშუალოდ ადმინისტრაციული საზღვრის მაცხოვრებელი მოსახლეობის ჩართულობა ყველა იმ პროცესებში, რომელსაც დობის აღდგენა ქვია და რომელსაც ეკონომიკური პროცესები ქვია. უფრო მეტად ეკონომიკური ბერკეტებით შეიძლება რომ დღეს ვიფიქროთ. არა მხოლოდ ეკონომიკური ბერკეტი არის ძალიან მნიშვნელოვანია და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება არის აი border trade, ანუ მოსაზღვრე სოფლების ეკონომიკური ურთიერთობები და ეკონომიკურის გარდა, თქვენ გქონდათ წინათ გადაცემა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჯანმრთელობის სიტუაციის გაუმჯობესება მოსაზღვრე რეგიონებში. ორივე, როგორც ცხინვალში, ასევე აფხაზეთში, მოსაზღვრე რეგიონებში და ჩვენი მხრიდან თქვა ზუგდიდის რაიონში და შიდა ქართლის რეგიონში ძალიან ცუდად არის სიტუაცია ჯანმრთელობის მხრივ. მე მინდა ახლა Skype-ის მეშვეობით დაველაპარაკო ნონა უბილავას, რომელიც დევნილი ქალების ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელსაც ასე ქვია დევნილი ქალების საკუთარი უფლებების დაცვისთვის, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მოგესალმებით, ნონა. აქ საუბრობთ იმაზე, რომ რამდენად ნაცნობია აი ამ მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციებისთვის და უფრო მეტად ადგილობრივი თემებისთვის ის პრობლემები, რომელიც აწუხებთ რეალურად მეორე მხარეს მცხოვრებ თემებს. აი რამდენად არის თქვენთვის ნაცნობი ის რაც ხდება გალში ან გნებავთ ოჩამჩირეში და მათთვის რამდენად არის საინტერესო და ნაცნობი ის რაც ხდება ზუგდიდში. მადლობა. რომ მომეცა საშუალება ჩავთვლიყავ სტუდიაში და რომ მომეცა იმის საშუალება რომ დამაფიქსირებინა როგორც ჩემი პოზიცია ასევე იმ ხალხის პოზიცია რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ კონფლიქტის ზონაში. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კავშირი მათთან. ისინი გვირეკავენ და ფაქტიურად ზუგდიდსა და გალს შორის არის ისეთი ურთიერთობა, ყოველდღიური მიგრაცია, როდესაც დე-ფაქტო ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ იცით ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პასპორტების ჩამოთმების შესახებ, მათ ჩაატარეს მონიტორინგი და ოფიციალურად დადეს ესეთი მონაცემი, რომ ყოველ დღე თურმე გადმოდის 7000 ადამიანი მიგრირება ხდება გალსა და ზუგდიდს შორის 7000 ადამიანი. მერტყუნეთ ეს არის ძალიან დიდი ციფრი და კავშირი ამ რეგიონს შორის არის ძალიან მაღალი. ხარისხი ამ კავშირის არის ძალიან მაღალი. ეს არის აფხაზური მხარის მიერ დადებული ოფიციალ მათ ჩაატარეს მონიტორინგი, იმიტომ რომ სწორედ ამ მონიტორინგის საფუძველზე მიიღეს მათ გადაწყვეტილება, რომ ჩაეკეტათ ეს საზღვარი, ვინაიდან იცით ხაჯიმბასთვის და მისი მომხრეებისთვის ფაქტიურად საქართველო არის მტერი და ამიტომ მტრის ტერიტორიაზე გადადის ამხელა რაოდენობა ადამიანების. ერთ-ერთი мотивация აი ამ გადაწყვეტილების მიღების ის რომ იქ მანქანებით განან არიან ადამიანები რომლებიც ყოველდღე გადმოდიან ზუგდიდში ამიტომ ერთთან გადადის ეს ხალხი და აბსოლუტურად მიუღებელი იყო მათთვის. რაც შეეხება ინფორმაციას ჩვენ ვფლობთ ყოველდღე ინფორმაციას არის ძალიან ცუდი ტენდენცია ბევრ საკითხთან დაკავშირებით და ორივე ხარისხი პილნეულია ეს საკითხი. ჩვენ თავშით საკითხი 21 არასამთავრობო ორგანიზაციამ მოვაწერეთ ხელი და გავაგზავნეთ ჩინაგან საქმეთა მინისტრს მიმართეთ 5 ხრივ მოლაპარაკებების აღდგენის შესახებ და ის დაგვირდა რომ სულ მალე შეიძლება აღდგეს ეს მოლაპარაკებები. ვინაიდან ეს მოლაპარაკებები რა მხარდაჭერას გთავაზობთ თქვენ ან რა უპირატესობა შეიძლება შეუქმნას აი იმ მოქალაქეებს რომლებიც ცხოვრობენ აი ამ საზღვრის აქეთ-იქეთ ამ მხარეს. ჩემთვის ყველა მოლაპარაკება არის პოზიტივი. თითოეული მოლაპარაკება, როდესაც იქნება აფხაზური მხარე, ქართული საერთაშორისო ორგანიზაციები, რუსული მხარე და ასე შემდეგ. ფაქტიურად აქ იყო ესეთი ფორმატია, რომ რა ხდება ზუგდიდში კრიმინოგენული სიტუაციის კუთხით და რა ხდება გალში. ყველას აი ეს გადაადგილება
ხელისუფლებასთან დაკავშირებით შეიძლება იქნეს პოზიტიური გადაწყვეტილებები, ვინაიდან ფაქტიურად არის 5 ოფიციალური გადასასვლელი და ძალიან ბევრი არაოფიციალური გადასასვლელი. 5 ოფიციალური გადასასვლელი იმას ნიშნავს, რომ იქ მხოლოდ აფხაზური პასპორტი შეიძლება გადაადგილება. ჩვენთვის შეიძლება ქართულ მხარეს დიდი არაფერი არ იყოს აფხაზური პასპორტი და დოკუმენტი, მაგრამ როდესაც ის არის ერთადერთი დოკუმენტი, რომ მათ მიეცეთ საშუალება, რომ გადაადგილდნენ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, სწორედ ამიტომ არის მყინვარული ქართველებისთვის ამ დოკუმენტების ჩამოყრება. და ხუთხრევ მოლაპარაკებები, როგორც ყველა მოლაპარაკება, მე მაინც მიმაჩნია, რომ იქნება პოზიტიური, რომ გადაწყდეს შეიძლება მაქსიმუმი არა, მაგრამ მინიმალური საკითხები მაინც ამ მაგიდაზე. ძალიან დიდი მადლობა, ალბათ ამ ინიციატივას ექნება გაგრძელება. დიდი მადლობა, ეს ნონა უბილავა საუბრობდა ზუგდიდიდან, ახლა Skype-ის მეშვეობით ორგანიზაცია დევნილი ქალების საკუთარი უფლებების დაცვისთვის. აი ასეთი ტიპის მოლაპარაკებები ხშირად ისმოდა ხოლმე კითხვები ქალბატონმა, რომ ეს დროის გაწევრის ტაქტიკაა. არა. მე ვეთანხმები ქალბატონონას ყველა დონეზე მოლაპარაკება შეიძლება დღეს არა, მაგრამ ხვალ შედეგის მომტანი იყოს. ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან შემცირდა მოლაპარაკებების რაოდენობა იმ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა, რომლებიც ჩართული არიან მოლაპარაკებების პროცესში და საერთოდ ხელისუფლებას მხოლოდ 2 ოფიციალური მოლაპარაკებების ფორმატი დარჩა. ჩვენი აზრით ალბათ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა მონახოს დამატებითი რესურსები იმისათვის, რომ გავიდეს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით პირდაპირ მოლაპარაკებების ფორმაზე. მაგრამ აი იმის რესურსს თუ ხედავთ, მე მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ თქვენ იქ ცხოვრობთ, იქ მუშაობთ, ნინო. აი თავშოთ ავიღოთ ნიკოზი ან დვანი, სადაც ეს პრობლემა აწუხებს ხო მოქალაქეებს. შეუძლია თუ არა აი თავად ადგილობრივ ცხოვრებლებს, ადგილობრივ მოქალაქეებს, აი მოსაზღვრე სოფლის საკმაოდ ავტორიტეტულ გავლენიან ცხოვრებთან, მოსაზღვრე სოფლების, ქონდეთ ეს კომუნიკაცია და რაღაც ერთობლივი ინიციატივებით გამოვიდნენ. ყოველგვარი ზედმეტი სამთავრობო ჩარევების გარეშე. შესაძლებელია ქონდეთ, მაგრამ ეს არ იყოს აფიშირებული. ეს იყოს სოციალურ ინტერნეტის საშუალებით ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა, შეიძლება იყოს ტელეფონით კომუნიკაცია, მაგრამ ეს არ იყოს აფიშირებული, იმიტომ რომ რატომღაც ფრთხიან. ორივე მხარეს კი. სიხშირეს ახშობენ ინტერნეტის იქ, რაღაც ანძები დგას, ინტერნეტის სიხშირე თვითონ ტელეფონის კომუნიკაციების სიხშირეც ძალიან ძნელია იქ. ხო, მაგრამ აი არის სასაფლაო, რომელიც სადაო გახდა იმის გამო, რომ მართულხლართმა მასზე გაიარა. არ არის მართულხლართი მას. პირობითად. ხო, ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა ან ოსეთის მხრიდან ან საქართველოს მხრიდან მოქალაქეებისთვის იმ სასაფლაოზე გასვლა, ხო? როდესაც მოხდა გაყოფა სასაფლაოსი ორად ნიკოში, ჩვენ მაშინდელ მთავრობას მივმართეთ თხოვნით, რომ მათ ჰქონდათ რესურსით და შესაძლებლობაც სასაფლაო გაკეთებულიყო სხვაგან, თუნდაც ნიკოში. ანუ ამის ტერიტორიები არსებობს. მაგრამ უარი მივიღეთ. როდესაც მივდივართ საფლავზე, გვაფრთხილებს ჩვენი ბლოკპოსტზე მდგარი ქართველი სპეცნაზელი, რომ თუ შეიძლება ძალიან მალე გამოდით. აუცილებლად ჩვენ განვაგრძობთ ამ საუბარს ძალიან მწვავე თემებზე, იმიტომ რომ ეს აწუხებს ადამიანებს და მათ ბედს რეკლამის შემდგომ. სტუდიაში განაგრძობს დისკუსიას. დღეს ჩვენ საუბრობთ პირობითად ასე დავარქვით საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთა პრობლემები. თქვენ გსურდათ ხალხო იულია რეკლამის წინ გამოგეთქვათ მოსაზრება და მე შეგაჩერეთ. არ შეიძლება რომ აი ასეთი წმინდა სამოქალაქო ინიციატივები გქონდეთ მოქალაქეებს? ასეთი ინიციატივები რაღაც და აი როგორ შეიძლება რომ ამ ინიციატივებმა წინააღმდეგობა გაუწიოს აი პოლიტიკურ ნებას, რომელიც აქვს დაუშვათ ხელისუფლებას? არსებობს ასეთი მექანიზმი, მანანა უკვე დაასახელა ჟენევის მოლაპარაკება და IPRM-ის მექანიზმი, რომელიც მუშაობს. ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ შევქმნათ პარალელური ან ალტერნატიული მექანიზმი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ქალთა ორგანიზაციებისთვის,
ძირითადად, იმიტომ რომ ისინი უფრო არიან დაინტერესებულები. არსებობს ასეთი go and inform სპეციალური ფორმა ვიზიტების, როდესაც ადამიანებს ეძლევა შესაძლებლობა, რომ რელიგიური დღესასწაულის დროს ისინი, ვთქვათ, გავიდნენ სასაფლაოზე, რომელიც შეიძლება მეორე მხარესაც იყოს. საერთოდ პრაქტიკა ასეთი არსებობს სოფლიოში, თუ არის სათემო გარანტიები ორივე მხრიდან, მაშინ ასეთი პროექტები ხორციელდება. შეიძლება დავამატებ ქალბატონ იულიას ნათქვამს, მე გეთანხმები იულია, რომ ძალიან კარგია, რაც სხვაგან ხდება. მაგრამ ჩვენი სპეციფიკა გვაქვს და ჩვენი მიდგომა. შიდა ქართლი მე ვთქვი ის რეგიონია, სადაც ზოგს იქეთ ძმა ყავს, ზოგს შვილი ყავს, ზოგს რძალი ყავს, ზოგს სიძე ყავს, ოსი, ზოგს ქართველი. ხა ეს ისეთი თავისებური გენეალოგიის რეგიონია, თავისი დამოკიდებულებით. ხა ცდელობა მათი შერიგებისა ყოველთვის იყო და ყოველთვის ხდებოდა და დღესაც არის. რომ გააკეთონ, მაგრამ რა ზემოქმედების ბერკეტები აქვს, ეს უკვე სხვა საქმეა. იმიტომ რომ ზემოქმედება ვერ მოხდება, იმიტომ რომ თვითონ არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ აი ამ მართუხლართების აღებას და ერთმანეთთან მიმოსვლას. როგორც კი ერთმანეთთან მიმოსვლა დაიწყება, ხალხი ავტომატურად შერიგდება და სულ არ შეკითხება. იმ სოფლებში მაცხოვრებელ მოსახლეობას სულ არ აინტერესებს პოლიტიკა. ჩვენ ეს კვლევა ჩავატარეთ, საერთოდ არ აინტერესებს მათ უნდა რომ კონდეს თავის მეზობელთან ნორმალური ურთიერთობა, რომელთანაც აწარმოებს ეკონომიკურ თუნდაც გაცვლით ფაქტორულ ურთიერთობას. ეს მაინც არის გადასაწყვეტი უფრო მაღალ დონეზე, მაგრამ აი ამ ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. ახლა შემოგთავაზებთ იმ რეპორტაჟს, რომელიც სწორედაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობაზე არის მომზადებული, თუ რას ხედავენ ისინი გამოსავლად აი ამ პრობლემის მომგვარებისას. 18 სექტემბერს დევნილი მოსახლეობა ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი რეგულაციების შემოღებას მოელოდა. მოსალოდნელი რეგულაციები არ ამოქმედდა, თუმცა გადაადგილებისას მაინც რჩება დაბრკოლებები. ამ და სხვა თემებზე წეროვანში დევნილებმა იმსჯელეს. როგორც შეხვედრიდან გაირკვა, მთავარი პრობლემად ფორმაცხვრის არ ქონა რჩება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ახალგორში პირის საკუთრებას და მისამართის ქონას ადასტურებს. თუ არ შეხვედი და იქ არ ახარ ფორმაცხრას არ გაძლევენ. რუსების პოსტზე კიდე არ გიშვებენ თუ ფორმაცხრა არა გაქვს. აი რაღაც ჯადოსნური ის არის და აი ძალიან უძველდებათ აი ხალხს აი ფორმების აღება. ოკუპაციის ხაზზე გადასეტანი ტვირთის 50 კილოგრამამდე შემცირებამ სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაართულა. აქედან ძალიან ხშირი რაოდენობით შედიოდა პროდუქტებით დატვირთული ტრანსპორტი, თუმცა ბოლო ხანს ესაც შეიზღუდა და ისე თავისუფლად აღარ არის შესაძლებელი, თუმცა იმ ჩვენ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორღაც ეს ადამიანები მაინც ახერხებენ ამ გადაადგილებას და სურსათის შეტანას, მაგრამ ეს არ არის გამარტივებული და თავისთავად ეს მოსახლეობას ხელს უშლის ურთიერთობაში. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მდგომარეობის გამოსწორების გზად საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას და ჩართულობას მიიჩნევენ. ასევე მე შევთავაზებ მათ ინიციატივას, რომ შეიქმნას ადგილზე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, თვითონ მოსახლეობის მიერ დაკომპლექტებული, იმიტომ რომ დღითიდღე წარმოქმნილი პრობლემები თუ არ დააყენა მოსახლეობამ და შესაბამის სათანადო ორგანოებს არ მიმართეს ამასთან დაკავშირებით და არ მიიღეს ღონისძიებები, ისე გახანგრძლივდება ეს გადაუჭრელი პრობლემები. ძალიან დიდი სურვილი აქვს სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ დევნილებმა ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან ერთად კასპში მათთვის გამართულ ტრენინგზე იმსჯელეს. ჩამოვედით კასპში. კასპიც არის ისეთი რეგიონი, სადაც ფაქტიურად ასეთი სახის შეხვედრები არასდროს არ ჩატარებულა. ითქვას, რომ ჩვენ პირველები ვართ, ვინც შემოვედით და ვსაუბრობთ დობის აღდგენაზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ქვეყნის განვითარების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის პროცესში და პოზიტიური მშვიდობისა და დობის აღდგენის პროცესებში.
ყველა ტრენინგზე დავდივარ, მაინტერესებს ყველა ტრენინგის არსებობა, თუ რას პირდება, რის იმედს მაძლევს, იმედი საერთოდ იმედით ხავ ცოცხლობდა ვარსებობ დღესდღეობით მე როგორც ასეთი, მაგრამ ტრენინგზე მოვედი ესე რომ მაინტერესებდა სხვათა აზრები გამიგო, აი სხვები რას ფიქრობენ. ტრენინგის მონაწილეების თქმით, მსგავს შეხვედრებზე მათი დასწრების мотиваცია ცხოვრების გაუმჯობესება. დიდი მადლობა, ჩვენ ნახეთ ახლა სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა კოლეგამ ნინო გელაშვილმა მოამზადა და აი ამ სიუჟეტის შემდგომ გვინდა რომ ჩავთოთ ასევე Skype-ის მეშვეობით გორიდან კეთი ბებიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენელი. მოგესალმები კეთი. მოგესალმებით, მივესალმები სტუდიაში ყოფ ადამიანებს. მოხარული ვარ ნამდვილად, რომ ასეთი კარგი წარმომადგენლობითი შეხვედრა გაქვთ, იმიტომ რომ თითოეული მათგანი ძალიან საფუძვლიანად მუშაობს ჩვენს რეგიონში და ძალიან დიდი წვლილი აქვს სწორედ კონფლიქტების მოგვარების საკითხში. კეთი, გვაინტერესებს ჩვენ ძირითადად საუბრობთ იმაზე, რა გამოსავლის გზები შეიძლება მოძებნონ თავად ადგილობრივმა თემებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ ნელ-ნელა დაიწყოს დიალოგი ამ საზღვრისპირა დასახლებებში, აქეთ და იქეთ. ასეთ ვითარებაში მინდა აღნიშნო ნამდვილად, რომ საზოგადოების ზოგადად იმ ადამიანების, ვინც ცხოვრობენ ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ სოფლებში, მათ აქვს ძალიან დიდი მზაობა, რა თქმა უნდა, რომ აღდგეს ურთიერთობა. აქ არის გასათვალისწინებელია გარდა პოლიტიკური ნაწილისა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რაზეც მაგალითად ქაბატონმა იულიამ აღნიშნა, რომ ნამდვილად საჭირო არის ისეთი მექანიზმების შემოღება, რომ ნელ-ნელა ნამდვილად მოხდეს ადამიანების გადაადგილების უზრუნველყოფა. თუ გადაადგილების საკითხის უზრუნველყოფა არ იქნება, ანუ გარანტია გარკვეულწილად არ იქნება, ძალიან რთული იქნება ორმხრივ, თუნდაც ეკონომიურ ან რაღაცა გარკვეულ სოციალურ პროექტებზე საუბარი, იმიტომ რომ ეს არის პირველი შემაფერხებელი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხდება ასევე გასვლითი შეხვედრები, ესე ვთქვათ, მესამე ქვეყანაში ხდება ხშირად შეხვედრები, რა დროსაც მიმდინარეობს საუბარი კონფლიქტის დარეგულირებაზე და სახალხო დიპლომატიის ნაწილი არის აქ ჩართული. უბრალოდ ჩვენ ეს მაინც უფრო მეტად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობაა, ხო? კი, რა თქმა უნდა. როგორც ადგილობრივის, ასევე საერთო ეროვნული. მინდა ერთი რამ აღნიშნო, ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ჩვენთან უკანასკნელ პერიოდში რეგიონში ძალიან ნაკლებად თუ არის აქტიურობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აი საზოგადოება იყოს ჩართული უშუალოდ ამ კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. ის რაც ხდება ადგილზე, ეს არის ძალიან ლოკალური. ამაზე სასაუბროდ არის ძალიან ნაკლები ორგანიზაცია მუშაობს ჩვენთან შიდა ქართლში, განსხვავებით მაგალითად 2008 წლის, 2009 წლის. დღეს სულ რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის სტუდიაში მყოფები ქაბატონი იულია და ქაბატონი მანანას ორგანიზაცია. ეს არის ერთ-ერთი და არის ასევე ფისკორპის, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია, რომელიც მუშაობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც არის ძალიან ლოკალური, ადგილობრივი. იმისათვის, რომ მოხდეს ამისი გაფართოება და ფართო დიალოგზე იყოს საუბარი. ალბათ, მე უბრალოდ მინდოდა ჩვენ კვლევაზე მაგიტომაც ვამახვილებდი ყურადღებას, რომ ჩვენ კვლევაში, რომელიც 2009 წელს გაკეთდა და დღესაც არ შეცვლილა ეს დამოკიდებულება, ყოველთვის არის საუბარი, რომ უნდა ხდებოდეს მესამე ქვეყნებში, როცა ტარდება შეხვედრები სახალხო დიპლომატიის ნაწილში, უნდა მოხდეს როტაცია ადამიანების, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული, მეტმა ადამიანმა მოისმინოს ორმხრივად ეს პოზიცია რა აქვს საზოგადოებას ერთმანეთისთვის სათქმელი, რომ ადამიანებს არ ეგონოთ ნამდვილად, რომ ეს სულ არის მაგაზე ლაპარაკო, სულ ერთი და იგივე ადამიანი დადის ასეთ შეხვედრებზე და საზოგადოება გარკვეულწილად არის გაყოფილი, არიან ადამიანები. ალბათ უფრო მნიშვნელოვანია თვითონ აი ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები იყვნენ. თემის ჩართულობა ფართოდ თუ არ განხორციელდა, მხოლოდ ინდივიდების ჩართვა არ არის პრობლემის გადაწყვეტა და არ არის გარკვეული მიმართულება. აი ქაბატონი იულიას ორგანიზაცია მაგალითად, რო ვთქვათ, ჩვენი ორგანიზაცია უბრალოდ ძალიან სპეციფიკური არის თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ ერთადერთი სამართლებრივი დახმარების შეთავაზებას ვახორციელებთ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას შესაბამისად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ამიტომ ხშირად აღნიშნავს სხვა ორგანიზაცია
ორგანიზაციებს, რომელიც უფრო სოციალური ნაწილზე მუშაობენ. მაგალითად, ქაბატონი იულიას ორგანიზაციას აქვს სწორედ ის დადებითი, რომ თემის ჩართულობა არის აქ უზრუნველყოფილი ადგილზე ადგილობრივი საჭიროებების მოსაგვარებლად. მაგრამ ორმხრივი პროცესისთვის აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ზოგადად აფინანსებენ ამ მიმართულებებს, იყოს სწორად განსაზღვრული პრიორიტეტი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეს ორმხრივი პროცესის ხელშეწყობა მოხდეს იმისათვის, რომ ადამიანებმა ნამდვილად დაინახონ, რომ მათ როგორც ოსებს, ასევე ქართველებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მაცხოვრებლებს აქვს ურთიერთობის საძლებობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ნამდვილად ახლა ერგნეთის ბაზრობის დროს ვერ დავბრუნდებით, რომელიც ძალიან კარგი იყო ერთის მხრივ სახალხო დიპლომატიის თვალსაზრისით, თუმცა მეორე მხრივ იყო ძალიან ცუდი და მანკიერი პრაქტიკა, ამიტომ ამან გარკვეულწილად თავისი დრო, თავისი დრო ჰქონდა ამას, მაგრამ ახლა სხვა მექანიზმები არის შესამუშავებელი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანობაც არის საჭირო და ასევე დონორი ორგანიზაციების საერთაშორისო დიდი მადლობა კეთი ბებიაშვილი საუბრობდა ახლა განსაზღვრული აღნიშნულის კეთი ბებიაშვილი საუბრობდა ახლა ჩვენთან გორიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი. ხო, აი გარკვეულწილად რო შევაჯამოთ, კაპიტნოენკო თქვენგან დავიწყოთ და ძალიან მოკლედ ვთქვათ, რა შეიძლება უახლოეს ხანებში, რა ინიციატივები შეიძლება შევთავაზოთ ჩვენ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორმა და თან გავააქტიუროთ ის ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს მახტუხლართების არ არის უბრალოდ ფაქტი, ეს არის პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ორმხრივ ურთიერთობებს, რადგან ძალიან დიდი ეფექტი აქვს ამ ორმხრივ შეხვედრებს, ორმხრივ ურთიერთობებს შეიძლება ამას ერთბაშად ვერ ვხედავთ ამ შეხვედრების შედეგებს და საზოგადოებას ხშირად უჩნდება ეს პროტესტი, რომ აი რა მოგვიტანა ამ შეხვედრებმა, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დობის აღდგენის პროცესი არის ხანგრძლივი. ჩვენი ორგანიზაციაც ახორციელებს მსგავს ორმხრივ შეხვედრებს და მინდა უცებად აღნიშნო, რომ შედეგი ნამდვილად არის და მსგავსი ორმხრივი შეხვედრები უნდა გახდეს რაც შეიძლება ინტენსიური. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს უფრო და უფრო რთული ხდება მსგავსი ორმხრივი შეხვედრების ორგანიზება და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას დამეთანხმებიან ალბათ უფრო უჭირს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება. მაგრამ ეს რა ალტერნატივაა, მგონი ამაზე ყველა თანხმდება. და რაც მთავარია საზღვრისპირა სოფლებში მაცხოვრებელი ადამიანებიც უნდა ჩავრთოთ აქტიურად პროცესში. კაპიტან, თქვენ ხედავთ, რომ ასეთივე ენთუზიაზმი შეიძლება გქონდეთ ამ მართუხლართის იქით მცხოვრებ მოქალაქეებს. იცით რა არის მეტყუილად არ ვლაპარაკობ. როტაციის პრინციპი კარგია, მაგრამ თვითონ ორგანიზაციებს აღარ აქვს სურვილი, რომ სამშვიდობო მიმართულებით აქტიურად იმუშაონ. 2008 წლამდე ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო, რომელიც იძახდა, რომ ჩვენ მუშაობთ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაზე, მაგრამ 2008 წლის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია დავრჩით, რომელიც შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა გაწიოს. ორმხრივი შეხვედრები მოაწყოს, წაიყვანოს საზოგადოებას დაანახოს იმათი პრობლემები, ერთი მხარის პრობლემები, მეორე, სადაც გაცვლიან, სადაც ისაუბრებენ ყველა ამ პრობლემებს. მაგრამ იცით რა არის, რატომღაც ინტერესი აღარ აქვს. არ ვიცი რატო, მაგრამ მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ვეთანხმები ორმხრივი დიალოგი ეს არის უალტერნატივო. თუ არ მოხდა ისევ და ისევ ფორმატის გაზდა, თუ არ მოხდა რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო ან ისე საზოგადოების ჩართვა ამ პროცესებში, სამშვიდობო მიმართულებით საკმაოდ რთული იქნება საუბარი დობის აღდგენაზე, საკმაოდ რთული იქნება ისეთ ბერკეტების შემოღებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ერთმანეთთან ურთიერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ერთი წუთით აქეთი გააჟღერა ერგნეთის ბაზრობის მახინჯი. ერგნეთის ბაზრობა იყო ერთადერთი მექანიზმი, სადაც ძალიან სწრაფად შერიგდა ქართველები და ოსები, მაგრამ თუ კონდა მახინჯი მანკიერი ისინი იმას ნუღარ გამოვიყენებთ, მაგრამ შესარიგებლად გამოვიყენოთ ესეთი ეკონომიკური ბერკეტები და გავაძლიეროთ ის, რომ ხელი შეუწყოთ ხალხთან ერთმანეთთან მიმოსვლას და ურთიერთობას. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ დისკუსიაში მხოლოდ
საკითხი დავსვით და ვისაუბრეთ იმაზე, რა რესურსი შეიძლება მოვძებნოთ ჩვენ, ვინც აქვს საუბრობ სტუდიაში და ასევე იმ მოქალაქეებმა, რომლებიც აი ამ საზღვრის ორ მხარეს ცხოვრობენ და ძალიან მწვავედ განიცდიან სწორედ იმას, რომ ასეთი საზღვარი არსებობს. მათ შორის დიდი მადლობა ელიკო პენდელიანს, იულია ხარაშვილს, მანანა მებუკეს და ნინო მინდიაშვილს. სამწუხაროდ ძალიან დატვირთული იყო ჩვენი დღევანდელი დისკუსია და მე იმედი მაქვს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გამოთქვით თქვენ, რაც არის აქტუალური, ჩვენ რა თქმა უნდა ამით არ ვასრულებთ საუბარს ამ პრობლემაზე და სტუდიაში ეს დისკუსიას კიდევ ბევრჯერ შემოგთავაზებთ აი ამ საზღვრის პირა სოფლების პრობლემებზე. დღეს იყო დისკუსია, რომელიც სტუდიაში შემოგთავაზათ კობერმის ფარგლებში. მომავალ შეხვედრამდე.